Nothing easy. ზაზა ფაჩულია. ქართული კალათბურთის ლეგენდა. მომდევნო 3 დღეს სწორედ მასსავით ვაპირებ რომ ვიცხოვრო. ეხა ვიღაცამ რომ დამინახოს რასაც ილოვარ ალბათ. და მაინტერესებს მასსავით თამაშს თუ შევძლებ. მაგრამ იქამდე ის უნდა გავიგოთ ახლა როგორ ვიცი კალათბურთის თამაში. ამ ყველაფრისთვის ჩვენ რო გავიგოთ ჩემი უნარები რა შემიძლია და რა არა მოვედი ბატონო. დავითი. პროფესიით ვინ ხართ? კალათბურთი. დავითი არის ის ადამიანი, რომელიც მომცემს რჩევებს და დამეხმარება კალათბურთის სწავლაში. თეორია და ესე გაჩერება არ მესამე ნაბიჯის აკეთება არ შეიძლება. ჩემი უნარების დასატესტად გადავწყვიტეთ ცოტა წაგვეთამაშა. ესენი ხა გემზადებიან ხურდებიან კიდევაც და მე კალათბურთის წესებიც კი არ ვიცი და თამაშის ბოლოს კი ჩემს უნარებს შეაფასებს ჩემი ბიძაშვილი ბატონი ქეთევანი. მე მეთქეს რამდენად ბრუტალური იქნებით ჩემი შეფასებისას. და რა ვთქვა დებილი რო ხარ? შეიძლება რაღაც ჩანსები ხოლოს ჩემში დაკარგული კალათბურთელი აღმოვაჩინო. საკმაოდ მალე გაირკვა ყველაფერი. ბატონი დავითი კარგად თამაშობდა. სად დამოდა იღაც ვითამაშოთ. მოიცა ესო. მაგრამ აი მე საერთოდაც არაფერი არ გამომდიოდა, ამიტომ ბატონ დავითს ხელს საერთოდაც ვერ ვუწყობდი. არა შენი ერთო ჩემო ღმერთო. დავითი საკმაოდ კარგ პასებსაც მაძლევდა. მაგრამ მე აჩმიგაი. ისიც კი არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი. ჩათვალეთ დავითი 2-1-ზე თამაშობდა. ამიტომ მოწინააღმდეგეებმა ეს საკმაოდ კარგად გამოიყენეს. ათიდან რამდენი გოლით შეაფასებდით ჩემს უნარებს? და მე მითხარი რა ისი პოტენციალი შეიძლება რომ გქონდეს შენი აზრით? კალათბურთის არა. როგორც მოველოდი, საერთოდ არაფერი გამომდის კალათბურთში. ვერ თამაშობს დარბის პინგვინივით, ან ეს. მაგრამ მე ახლა 3 დღით ზაზა ფაჩულიასავით უნდა ვივარჯიშო. ჩემი აზრით 2 დღე ალიკოს არ ეყოფა იმისათვის რომ დაემსგავსოს ზაზა ფაჩულიას, იმიტომ რომ თავის თავს აღარ გავს, ანუ ისე პინგვინს გავს. ნუ ხო, კალათბურთის თამაში საერთოდაც არ ვიცი. ამის მიუხედავად მაინც ვაპირებ რომ ზაზა ფაჩულიასავით ვიცხოვრო და ვიდეოს ბოლოს ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მე და დავითი კალათბურთში გამარჯვებას. ამის мотивაციას კი რა თქმა უნდა პარემის შოკოლადი მოგცემს. დავითს ვთხოვე ელემენტარული რაღაცები მაინც აეხსნა ჩემთვის. რჩევები მოეცა. იქნებ რამეში დამხმარებოდა. აი ეს უნდა გქონდეს აქეთ. ამას ამოიტან. ეს უნდა გქონდეს სწორად. ეს ერთი ხელით. მეორე ხელს საერთოდ არ ახმარ. უბრალოდ ამით აგაგ. დამითესური ეს. あなたの負けです。 ოპა, კეთი, შენ მაგარი ხარა. ჩვეულებრივად ჩაგდებასთან ერთად დავითმა გამორბენით ჩაგდებაც მითხრა როგორ უნდა გამეკეთებინა. პროსტა ეს ხელში დაიჭირე ერთი. ოპა. მაგრამ რა თქმა უნდა მე არ გამომდიოდა. ამ წარუმატებლობის მიუხედავად იმედი მქონდა რომ მეორე დღეს ვივარჯიშებდი და ოდნავი შედეგი მაინც მექნებოდა. სავარჯიშოდ გამოვედი და ალბათ უკვე შეამჩნევდით რამოდენიმე პრობლემას. პირველი ეს არის ფეხბურთის მოედანზე ვარ, მაგრამ კალათბურთის ფარები გვაქვს. და კიდევ ერთი პრობლემა ეს არის რომ კალათბურთის ბურთი არ მაქვს, ამიტომ ფეხბურთისათი ვარჯიში მომიწევს. პირველ რიგში რაზეც უნდა ვივარჯიშო, ეს არის კალათში ბურთის ჩაგდება, იმიტომ რომ აშკარად არ გამოვიდეს. როგორც მასწავლა ბატონმა დავითმა, ისე უნდა გავაკეთო. ცალი ხელი აქ, ცალი ხელი აქ, ესე ვწევთ, ვისურვით. და რა თქმა უნდა ვერ ვაგდებთ. კალათბურთს თამაშობთ თუ ვიცით? კი. ეხლა რო გასწორ ჩააგდებთ? საიდან? საიდან ზგინეთ? კი. მართლა მომე. გინდა ჩოკოლადი. კი, ბარემი მოგვირა. 4 წელი ხო აქ, 2 წელი შენ მოტეხე, 2 წელი იმას. მადლობა. აბა ხა გითხარით გემრიელია? გემრიელია მაგრამ. ბარემი კი კარგი და გემრიელია, მაგრამ ჩემი საქმეც გასაკეთებელი მქონდა. რაც დავითმა მითხრა, ის ვარჯიშები უნდა გავაკეთო. პირველ რიგში ისევ კალათში ჩაგდება უცადე. ბიჭო, მაგრამ 1000 მცდელობიდან ვერც ერთხელ ვერ ჩავაგდე. ამიტომ ვიფიქრე, იქნებ შემდეგი ვარჯიში მაინც გამომივიდეს თქო. კარგი. პირველი პუნქტი არ გამოგვივიდა. ოკეი, ვერ ვაგდებ. ოკეი. მაგრამ
გამორბენით ჩაგდება. Vous avez échoué. ჩემი ვარჯიში ჩაიშალა. დიდი ალბათობით, იმიტომ რომ კალათბურთის თამაში არ ვიცი. განა კალათბურთი არ მითამაშია. კალათბურთზე არც მიყურებია. ანუ არაფერი არ ვიცი კალათბურთის შესახებ. საერთოდ. ნუ არ გამომივიდა, მაგრამ ამ არ გამოსვლას თავისი მიზეზები აქვს. სხვათა შორის ამ შარვალზე ხშირად მეუბნებიან გაიხადეო, მაგრამ მე ძალიან მიყვარს. და ბოტასები, რომლებიც ერთი ზომით პატარა მაქვს. ეს პრობლემები შეიძლება გამოვასწორო. სამ დღეში ზაზაფაჩულიასავით ვერ ვითამაშებ, მაგრამ იმაზე უკეთესი მაინც შემიძლია გავხდე, ვიდრე ახლა ვარ. ამის გასაკეთებლად კიდე წესიერად უნდა ჩავიცვა და კალათბურთზე ოდნავ მეტი გავიგო. ეხლა უნდა ავდგე და ზაზაფაჩულიაზე და არა მხოლოდ ზაზაფაჩულიაზე, ზოგადად კალათბურთზეც რაღაცები უნდა მოვიძიო. What? ზაზაფაჩულიას თურმე იოგა მოსწონს. რა გვჭირდება იმისთვის, რომ ზაზასავით მაგრად ვითამაშოთ? ეს 3 პუნქტი არის, რაც მე უნდა გამომივიდეს. უბრალოდ ამ ყველაფერს აქვს დამამწუხრებელი პრობლემები. reboundi პირველად მესმის ცხოვრებაში რა არის? იოგა ვიცი რა არის, მაგრამ ცხოვრებაში არასდროს არ მიცდია და აზრზე არ ვარ გამომივა თუ არა. ფეხის ვარჯიშები ვიცი რაც არის, გამიკეთება კიდევაც უბრალოდ საშინად ვერ ვიტან. უნდა გავაკეთო აბსოლუტურად ყველა მათგანი. მაგრამ ამ ყველაფრამდე კიდევ ერთი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. ჩემი ფეხსაცმელები. ესე იგი ბატონმა დავითმა ხომ მითხრა რომ შენო ბოტასები უნდა ჩაიცო. ესენი ვარ გამოგადგებაო ხო და მოვედით პორტლენდში, სადაც ჩემი კალათბურთის განვითარებისკენ მიმოვალ გზაზე უნდა დამეხმარონ და უკეთესი ფეხსაცმელი ჩამაცვან. გამარჯვებამდე გახლავართ მარიამ. სასიამოვნო. ქალბატონი მარიამი დამეხმარება კალათბურთის ბოტასების შერჩევაში. და ეს თეთრები იქცევს ჩემს ყურადღებას. ფერც ისეთია ყველა. საინტერესო ჩელენჯი ყოფილა სპორტლენდში. თუ ამ შკალაზე 8-მდე გადახდები, πώς დაკლებაო? რა თქმა უნდა, ეს უნდა მეცადა. ღმერთო ჩემო, სადამდე გადახდები? 6-იანამდე თუ გადახდები. ოროი. მალადე 7-დან. 7-დან. 7-ზე დახტი. გამოვა ჩემო კალათბურთი. კი, გამო. სხვათა შორის ძალიან ბევრი სპორტის ინვენტარი აქვთ. წინა ვიდეოში აქედან რო წამეღო რაღაცეები, იქნებ გიორგის ესე ძალიან არ ვეცემე. ბოტასები ავიღეთ და ამიტომ ახლა თამამად შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ეტაპის შესრულებაზე. და მე ყველაზე ნაცნობით დავიწყებ. ეს არის ფეხის ვარჯიშები. დავიწყე ვარჯიში. ვერ ვიტან. ალბათ სახეზეც მეტყობა. მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს. უფრო მაღლა ხტომაში დაგეხმარებაო. არ ვიცი ახლა ერთი დღით ვარჯიში რამის თუ იზავს, ამიტომ დიდი мотиваციაც არ მქონია. ხოდა ჩემი ყურადღება საკმაოდ მარტივად მიიქცია ჩემმა ძველმა მტერმა, რომელსაც უკვე 3 ვიდეოა ვებრძვი და ვერც ერთხელ ვერ დავამარცხე. ხოდა ფეხის ვარჯიშებზე მეტად ის უფრო მაინტერესებდა 100 კილოს აწევას ამჯერად მაინც თუ შევძლებდი. გამომივიდა, მაგრამ იმდენად არ მეჯერა რომ გამომივიდო და ცოტა შოკში ვიყავი და ემოციებიც ვერ გამოვხატე. რავი, მომილოცეთ კომენტარებში. ამ წარმატების შემდეგ უკვე დრო იყო გადავსულიყავი თან ნაცნობ, თან უცნობ ნაწილზე იოგაზე. გამოვედი ბუნებაში იმისთვის, რომ ბარემ ბოლომდე დავრელაქსდე. ცხოვრებაში არასდროს არ მიცდია იოგა. ხო და დავსერჩე YouTube-ში და რავი, ჩვეულებრივი გაწელვები იყო მე მგონი. ბარემ დავიწყებ. ხო შეიძლება. ბატონო ცხენო. ასეთი რაცხაო. უიმდე და. ღმერთო ჩემო. როგორ გიყოფილა? ღმერთო, ეხა ვიღაცამ რო დამინახოს რასაცილო ვარ ალბათ. იოგასთან ერთად მე мотивაციით მუხტავს ჩვენი ბარემი შოკოლადი. რთული, მაგრამ ეს უნდა იყოს შიგნიდანო. მოდი. მოდი. ღმერთო ჩემო, ძალიან გთხოვ. არ გინდა? წეღანად შევთავაზე და ეხაც არ უნდა რა გავაკეთო.
ცხენო, არ გინდა ბარემი შოკოლადი. დაგვიწუნა ცხენმა. ქართული რო სწოდნო და ამ ცხენს და მიხვედრილიყო რომ ბარემი შოკოლადი მაქვს, აუცილებლად შეჭამდა და არ გაიქცეოდა, მაგრამ ამჯერად ეს იმის დედა ყოფილა ღმერთო ჩემო. ამ სამი პუნქტიდან ერთადერთი გადამრჩა. reboundi. სანამ reboundi-ზე გადავიდოდი, საერთოდ არ ვიცი რა არის. უბრალოდ დავსერჩე და ზაზას ერთ-ერთ უნარებში ეწერა. ხო და იმისთვის რომ reboundi გამეგო რა არის, გადავწყვიტე რომ უბრალოდ კალადბურთისთვის მაინც მეყურებინა. გადავწყვიტე რომ მოდი იქნებ კალადბურთს ვუყურო. ოდნავ მეტი მაინც გავიგო კალადბურთის შესახებ. ესეთი უცნაური რაღაც აღმოაჩინე. კალადბურთშიც არსებობს პოზიციები. და ლოგიკურად დავინტერესდი ახლა რა პოზიციაზე თამაშობდა ზაზა ფაჩულია. ხო და ნუ ჩავრთე ვიდეო, სადაც ზაზა ფაჩულიას ჰაილაითები იყო რა. ზაზას თავარი ამბავი არის, რომ დაბლოკოს მოწინააღმდეგეები და ბურთი წაართოს და ასევე თავისიანებს გაუკეთოს პასები. და აქედან დამებადა ერთი საინტერესო იდეა, რომელიც წარმატებასთან ბევრად უფრო დამაახლოვებს, ვიდრე ის რაღაცები, რაებსაც ვცდილობდი. ვიფიქრე რომ ისეთ რამეს გავაკეთებდი, რაც დავითს მაქსიმალურად დაეხმარებოდა. თავარი არის რომ მოწინააღმდეგე დავბლოკო. და როგორ გავაკეთებ ხა ამას? როცა დავითი ემატავება მის მოწინააღმდეგეს, მივირბენ ამ მოწინააღმდეგესთან და უკნიდან დაბუდგები. მეორე მოწინააღმდეგე, რომელიც შემთან იქნებოდა, მე გამომუყვება. დავითი წრეს დაარტყავს, მოწინააღმდეგე მას ვერ გაყვება, იმიტომ რომ მე შევუშლი ხელს. მაგრამ ამისთვის ვარჯიშს ჭირდება 4 ადამიანი, მაგრამ როგორც ხედავთ, მე სრულიად მარტო ვარ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სანამ 2-2-ზე შეჯიბრი გვექნებოდა, იქამდე დავითთან ერთად ამ სქემაში წამევარჯიშა. ვერ ვიზო, გოგო, ფეხებით ქეზლით გავა. რას ვერიზო, მე ასე ქენი რა. მაგარი გოიმობა. ამათ ასე გარ უნდა. ანუ გოიმობა გონიათ დაცვა. რა არის გოიმობა კალადბურთში? გოიმობა გონიათ დაცვა. ვიფიქრეთ ჩემს დას და ბატონ ქეთევანს დავიხმარებდით, მაგრამ როგორც ხედავთ, მათგან არაფერი არ გამოვა. ამიტომ მე და დავითმა ისევ მარტოებმა დავგეგმეთ ჩვენი ტაქტიკა. ნახე, ესე ხო იდგები და ეგრევე ასე შემოტრიალი და ჩამო. და მე იქ ჩაგიპასებ იქით. არა, მე გიპასავ მაგას. შენ ჯერ ჩამიპასებ, მე მე ავიღებ. და კიდე ჩამიპასავ. შენ იქიდან გაიქცევ, იქ ჩაგიპასა და ჩააგდებ. მე ვერ ჩავაგდებ და რა. მიდი, ერთი ვქნათე. სხვათა შორის დავხვეწეთ კიდეც. და აი როგორ. როდესაც მე დავბლოკავ მოწინააღმდეგეს, შემდეგ შევირბენ, დავითი პასს მომცემს, მე დავითს უკან დავუბრუნებ პასს, ამ დროს დავითი თავისუფალი იქნება და მარტივად ჩააგდებს კალათში ბურთს. კაი, გადი საერთოდ. წავალ, ჩაირბინე. წამოვალ, ჩამიპასებ, მე ჩაგიპასებ, ძმაო და დაუმთავრებ აგერ რა. მარტივად. თამაში კარგად დაიწყო. მოწინააღმდეგეებს ვბლოკავდი. კარგია. სასწაულიც კი მოხდა. და საბოლოოდ ჩვენი გეგმაც გამოვიდა. გაწყების ეს უკვე. აი გაცი. ბრავო, აეგრე. მოიბი. ეგრევე დახაზული. გამოვიდა. გაუმჯობესება არის. რამდენი დაგიწერი წინაზე? 4? 2. 2? ეხა 4. თქვენ ეზით რამდენი მომემატა? აი. არ გიყურებდი. ის დავინახე შენ და დათვლა ერთობლივად რომ ჩააგდეთ. კი, ერთი შეხედვით აშკარა გაუმჯობესებაა. წინაზე საერთოდ ვერაფერი ვერ გავაკეთე. ეხლა კიდე 1-2 ჩავაგდე კიდევაც. მაგრამ თქვენ მხოლოდ კარგი მომენტები განახეთ. არ გინახიათ ის ადგილები, სადაც ვერაფერი ვერ გამომივიდა. ვაი, შედებილო. და თუ თქვენც რაღაცას მხოლოდ 3 დღეა ცდილობთ და ჩემსავით თან გამოგდით, თან არა, ეს საერთოდაც არ ნიშნავს იმას, რომ ფარხმალი უნდა დაყაროთ. პირიქით, ბრძოლა ახლა იწყება, ამიტომ ცდილობა აუცილებლად უნდა განაგრძოთ და დაიმახსოვრეთ. Nothing easy! Nothing easy!